სოფლიოში გარემო პირობების გაუარესება ყველაზე ცუდად გადაშენების პირას მყოფ მცენარეებზე, ცხოველებსა და ფრინველებზე მოქმედებს. საქართველოს ფაუნისთვის დამახასიათებელ მტაცებელ ფრინველებს შორისაცაა ისეთი სახეობები, რომლებიც უკვე წითელ წიგნშია შეტანილი. საქართველოში ბინადრობს ძალიან ბევრი მტაცებელი ფრინველი. ჩვენ ზოოპარკში გვაქვს წარმოადგენილი 7-8 სახეობის მტაცებელი ფრინველი. ძალიან ბევრი მტაცებელი ფრინველი მოყავთ ზოოპარკში. ხშირად არის დაჭრილები, ხშირად არის პატარები, ან ბუდიდან აყვანილი, ან რაღაც ნაპოვნი. ხშირად არის სანადიროდ როცა გადიან დაჭრილი ფრინველი მოყავს. ამ ფრინველს რა თქმა უნდა ვიტოვებთ, სათანადო სავეტერინარო დახმარებას უწევით და თუ ფრინველს შეუძლია ფრენა და ნადირობა, უბრუნებთ ბუნებაში. თავისთავად ცხადი არეალის და მიხედვით. თუ არა, აი ჩვენ ზოოპარკში ყავს ესეთი ფრინველი, გვიწევს ამპუტაცია ფრთის და შემდგომში უკვე ფრინველი რჩება ზოოპარკში. ეს არის ანდური კონდორი. თან ავიღოთ ჩვენ იარაღი, იმიტომ რომ ამის ასე თუ ისე ეშინია. საშიშია ისე? ისე რა თქმა უნდა. როგორც ყველა მტაცებელი ფრინველი, ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ფრინველი თბილისის ზოოპარკში. რა ასეთისა და? დაახლოებით, აი რა მონაცემებით ჩვენ გაგვაჩნია, აი 40 წლამდე შეიძლება მეტიც. ფრთების შლილი აქვს 3 მეტრამდე. და ერთ-ერთი იშვიათი და ულამაზეს ფრინველია. ესენი არიან სვავები, აქ სვავები ყავს. გეშინიათ, ისეთი მზერა აქვს, ძალიან მტაცებელი. ძალიან ლამაზი ფრინველია, შეყვანილია წითელ წიგნში. ესენი დღეში დაახლოებით ეს სვავები მაინც ჭამენ სადღაც 700-800 გრამ ხორცს. გვერდითაბულიერში ყავს ორბები, ესე ძალიან ლამაზი ფრინველია, იგივე ლეშიჭამია ფრინველია. აქ უფრო ცლად არის, მომზადდით თქვენ შედით. მეშინია. არა. არ შეგეშინდეთ, ესენი ახლოსაც არ მოდიან. ესენი არიან ძალიან მშვიდები წყნარები, აი ხა რასაც ხედავთ, ეს უბრალოდ ეშინიათ, რომ უცხო ადამიანი შემოვიდა. მივიდეთ აულიერთთან, სადაც არიან ცისარტივები. ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ფრინველია, რომელიც ბინადრობს საქართველოში და ჩვენთან არის მოყვანილი ბუნებიდან. ერთმანეთში ძალიან კარგად არიან. იმის წყვილია, მაგრამ დაწყვილების როგორ მოგახსენებთ, არ წყვილდებიან. ისე აი საჩვენებლად, საექსპოზიციოდ არის ძალიან ლამაზი ოჯახი. საქართველოში მობინადრე მტაცებელ